როგორ აღინიშნა რუსთავ ქალაქობა 2013 და რა ღონისძიებებს უმასპინძლა დღის განმავლობაში ქალაქმა. ამ და სხვა სიახლებით პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური. სტუდიაში ნინო კაპანეძე მუშაობს საღამო მშვიდობისა. საპატიო მოქალაქის წოდება დღეს 9 რუსთაველმა მიიღო, რომელთა შორის არიან ივანე ცინცაძე, ნოდარ მოდებაძე, ალექსანდრე წივწივაძე, თამარ ბუაძე, ვადიმ დანელია, ვლადიმერ გირინი, ლეილა მიქელაძე, ლექსო გელაშვილი და იოსებ ჯაფარიძე. სხვადასხვა სფეროებში წარმატებულ რუსთაველებს ჯილდოების საზეიმო ვითარებაში ქალაქის პირველმა პირმა დავით ჯიქიამ და მერის მოადგილემ ნინო ლომიძემ გადასცეს. შეგახსენებთ, რომ საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად რუსთავ ქალაქობის დღესასწაულზე იმართება. მე მინდა რუსთავ ქალაქობა მიულოცო რუსთავის საპატიო მოქალაქეებს. წლევანდელ წელს რუსთავის საპატიო მოქალაქე იქნება 9 ადამიანი. ეს არის ხალხი, რომელმაც რუსთავის კეთილდღეობისთვის, რუსთავის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში საკმაოდ დიდი ღვაწლი ჩადო. ასე რომ მე ვთვლი, რომ 9 ადამიანი არის ღირსეული და ულოცავ კიდევ ერთხელ მათ რუსთავ ქალაქობას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ღონისძიება უნდა შევთავაზოთ ჩემს ქალაქს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფართო საზოგადოების წინაშე ვდგავარ და ეს ჯილდო არის ჩემთვის სასიხარულო და პირველ რიგში დამაყენა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე, რომ აი ესე ახალგაზრდულ ასაკში მივიღე ეს წოდება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა შევძლო, რომ ვემსახურო ჩემს საყვარელ ქალაქს. რამდენიმე საათის წინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჯგუფი შელბი წარსდგა კონცერტს, ძირითადად რუსთაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ. შელბის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან სხვადასხვა სიმღერები შეასრულეს. მიუხედავად სიცივისა, დღევანდელი დღე ძალიან ლამაზად შედგა. ყველა რუსთაველს ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ ლამაზ დღეს რუსთავ ქალაქობას. ფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შეიძლება შემდგარად ჩავთვალოთ და ვიწვევ ყველა სტუმარს ხვალინდელი დღისთვის. ხვალ კიდევ და კიდევ ლამაზი, გრანდიოზული დღე გველოდება და დღევანდელი დღე კიდევ ფეიერვერკით დასრულდება. რამდენიმე წუთში კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი რუსთავლების განწყობაზე ჯგუფი ამანკილა იზრუნებს. ჯგუფის წევრები რუსთავლების წინაშე პირველად წარსდგებიან და მაყურებელს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მოედანი დიჯეის დაეთმობა, საღამოს გრანდიოზული ფეიერვერკით ასრულებს. ჩვენი ღონისძიებები გრძელდება და სადღაც 8 საათის შემდეგ გაგრძელდება, ეს იქნება ალპებიდან კავკასიონამდე შოუ პროგრამა თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ იქნება ჯგუფი ამანკილას კონცერტი, რომელიც პირველად წარდგება რუსთაველი მაყურებლის წინაშე. ამის შემდეგ იქნება გრანდიოზული ფეიერვერკი, ხოლო შემდეგ კი დაამთავრებს საღამოს DJ დიტო ელექტრონული მუსიკით. ქალაქის მოედანზე ცეცხლოვანი ცეკვების შოუც გაიმართა. რუსთავლების წინაშე სტუდია მარცეს და ქვემო ქართლის სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის მოცეკვავები წარსდგნენ. ევროპული და ლათინოამერიკული ცეკვების შესრულების შემდგომ მოზარდემა ფლეშმობიც დადგეს, რომელშიც მონაწილეობა მაყურებლებმაც მიიღეს. ქვემო ქართლის მხარის თანამედროვე და სამეჯლისო სპორტული ცეკვების ფედერაცია დღეს ზეიმობს რუსთავ ქალაქობას და რუსთავ ქალაქობაზე მოვაწყეთ პატარა გრანდიოზული პატარა შოუ სამეჯლისო ცეკვების მეჯლისი, სადაც წყვილები ყავდა სხვადასხვა ასაკობრივი ქვეჯგუფის, იყო პატარები, იყო მოსამზადებელი ასაკის ჯგუფი და ასევე იყო დიდი წყვილები, რომლებიც შეასრულეთ ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამას და ევროპული ცეკვების პროგრამას. იყვნენ ასევე ანსამბლები გამოსულები და მაყურებლებიც კი ავიყოლიეთ. დღეს იმდენად ეფექტი მოვახდინეთ და მაყურებლებმა ჩვენთან ერთად შეასრულა ცეკვა ფლეშმობი. დღევანდელი დღე როგორც ყოველ წელიწადს არის დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებები, სხვადასხვა გასართობი შოუები და ყველა რუსთაველს ულოცავ რუსთავ ქალაქობას და ვუსურვებ, რომ ყოველივე დღე ყოფილიყო ძალიან ლამაზი. ძალიან კარგი დღე იყო, მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა. ბავშვთან ერთად გამოვედით სასეირნო, ძალიან კმაყოფილები ვართ. ამის მიუხედავად ვეცადეთ, რომ ჩვენს მიგვიღო მონაწილეობა დღევანდელ
ღონისძიებაში, მხიარულებაში. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერი. მთელი დღე გამოსული ვარ და ძალიან კარგი ღონისძიებებია. მართალია თვითონ ქარია, მაგრამ კარგად ვერთობით ყველას გულოთავის სამქალაქობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა დღეს გარდაბნობა 2013 უმასპინძლა. მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ეთნოკუთხეების გამოფენა და საზეიმო კონცერტი ქალაქის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. გარდაბნობა 2013 მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტში. გარდაბანი, თელეთი, ლემშვენიერა, მარტყოფი, ნაზარლო, თაზაქენდი ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, რომლებმაც გარდაბნობის სახალხო დღესასწაულზე საკუთარი კუთხები წარმოადგინეს და ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. აზერბაიჯანული ჩაი, სვანური, კუბდარი და სომხური ხაბიძგინები წლევანდელი გარდაბნობის მთავარი ეროვნული კერძები იყო. ადგილობრივ მოსახლეობას გარდაბნობის სახალხო დღესასწაულის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცეს. აქ არის წარმოდგენილი ყველა ის სოფელი, რომელიც სოფელიც არის წამყვანი და ყველას აქვს თავისი კუთხური, გამოტანილი კერძები, ნახატები, ისტორიული, თავისი კულტურული ყველანაირი ნიმუში და აი ძალიან მოხარული ვარ, აი ლაპარაკიც მიჭირს, მალა მიჭირს, ლაპარაკი ისე ვარ გახარებული. მაგრამ მომავალ წელიწადს უკეთეს გავაკეთე. საზეიმო ღონისძიებები განსაკუთრებულად საინტერესოდან შთამბეჭდავი იმ ადამიანებისთვის აღმოჩნდა, ვინც გარდაბნობას წელს პირველად დაესწრო. მიხარიაო დღეს აქ ვარ, იმიტომ რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მიწევდა ხოლმე ჩემი სამსახურის გამო და ულოცავდი და ისედაც ჩამოდიოდი ხოლმე, მინდა აღნიშნო რომ კაიხანი არ ყოფილი ვარ გარდაბნობაზე, დღეს ვარ, მიხარია, ულოცავ, კარგ ამისუსურვებ და ძალიან კარგი არის რომ შემოქმედებითი ჯგუფები გარდაბნის იღებენ მონაწილეობას, ხალხიც მხიარულობს. სასიხარულო ასეთი დღესასწაულები რომ ისე ვიმართება საქართველოში და ეს ტრადიცია გრძელდება, განწყობა ძალიან კარგია. ვუერთდებით ამ სიხარულს, ამ განწყობას და კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს მთლიანად გარდაბნის მოსახლეობას ქვემო ქართლს მივულოცავ ამ დღეს. განწყობა არის ძალიან ამაღლებული. რამე თუ გარდაბანი არის ერთ-ერთი სერიოზულად საქართველოს გამაერთიანებელი კუთხე. ჩვენი ქართველები, ჩვენი აზერბაიჯანელები, ჩვენი სომხები, ჩვენი ასირიელები, ჩვენი ბერძნები, ჩვენი რუსები, ჩვენი უკრაინელები, აქ არის ბუკეტი. ანუ როგორც იტყვიან, გვირგვინი, თავშეყრა, როგორც ლამაზი ყვავილების ისე თავშეყრა არის სხვადასხვა კუთხის. არაჩვეულებრივი განწყობა, მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიმყოფები ასეთ დღესასწაულზე, ვუსურვებ ყველა გარდაბნელს წარმატებას, დღეგრძელობას და იმედი მაქვს, რომ უფრო ფართო მასშტაბის იქნება სხვა დროს. ეთნოკუთხეების დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი ქართული ცეკვები შესრულდა. სპეციალურად გარდაბნობისთვის მოწვეულმა მომღერალმა ოთონემ საძემკი მსმენელს არაერთი ცნობილი სიმღერა შესთავაზა. აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად და ვცდილობთ რომ გავალამაზოთ დღევანდელი დღე. ვიმღერებ როგორც სიმღერებს როგორც ჩემი ალბომიდან, ასევე ვიმღერებ ცოცხალი შესრულებით ცოცხალ მუსიკასთან ერთად. ესენი არიან ზურამოსევა და მისი მეგობრები. იქნება ძალიან კარგი საღამო. ხალხი უკვე ძალიან გაერთო, რამოდენიმე სიმღერა უკვე შევასრულეთ. მიხარია რომ აქ ვარ. ყველას ერთად კიდევ გილოცავთ. გარდაბნობის დღესასწაულის კულმინაცია საპატიო გარდაბნელების დაჯილდოვება იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზაონიანმა გარდაბანში მოღვაწე საპატიო ექიმი, მშენებელი, სასულიერო პირი და პედაგოგები საპატიო სიგელებითა და მედლებით პირადად დააჯილდოვა. მიულოცავ ყველა გარდაბნელს, აქ მობრძანებულ სტუმრებს, დღევანდელ დღესასწაულს, სახალხო დღესასწაულ გარდაბნობას. მიულოცავ მთელ სოფლებს, ისინი ვინც ვერ ჩამოვიდნენ, ავირჩიეთ საპატიო მოქალაქეები. დავაჯილდოვეთ აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ გარდაბნის რაიონში და თავისი დამსახურება და ღვაწლი აქვთ რაიონში გაწეული თავიანთი მუშაობის მანძილზე. დიდი მადლობა ყველას ამ ჯილდოსათვის. მე 45 წელიწადი მსახური აქ ვიმუშავე და მხარს მადლობელი ვარ დღევანდელი ჯილდოსათვის. მე დღევანდელი დღისთვის მომზადებული ვიყავის, რომ ჩემი საუკეთესო ექიმისთვის უნდა გადაეცა ჯილდო. ასეც მოხდა, გამოცხადდა საპატიო მოქალაქედ პედიატრი მაია შამედოვა, მაგრამ ეს ჯილდო ჩემთვის რაც ნდობა გამომიცხადა რაიონმა, მოულოდნელი იყო, დიდი მადლობა.
გარდაბნობა 2013 მომავალ წლამდე დაიხურა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მომავალ წელს ღონისძიებების მასშტაბები ბევრად უფრო ფართო იქნება და სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით შეუერთდებიან. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულს რამდენიმე წელია დამოგებრებული ქალაქების პირველი პირების სტუმრობენ ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და რუსთავს რამდენიმე ქალაქის წარმომადგენელი ეწვია. უცხოელმა და ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა რუსთავლებს რუსთავ ქალაქობა მიულოცეს. სანამ ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრებოდნენ, მანამდე შეხვედრა რუსთავის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. პანეჟევიცის, ჩერკასის, ლოძის და პლოცკის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ადგილობრივებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს. მასპინძლობთ ძალიან ბევრ სტუმარს ჩვენი დაძმობილებული ქალაქებიდან და მათ თავად აღნიშნეს, რომ ყოველი წელი მათი ვიზიტის გამოირჩევა რუსთავში ახალ-ახალი პროექტებით და რუსთავით თანდათან ვითარდება. ჩვენთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო სტიმული. გამოსული არის ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი. დღეს გქონდა შეხვედრა მათთან, ეს არის დამეგობრებული ქალაქები და ერთ-ერთ ქალაქთან ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ეს არის მონახაზი პროექტის. რუსთავიდან მოწვევა დიდი სიამოვნებით მივიღეთ, ეს უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობას ორ ქალაქს შორის. ხელი მოვაწერეთ ახალ პროექტს და იმედია წარმატებით განვახორციელებთ. ულოცავთ ამ დღესასწაულს რუსთავის თითოეულ მოქალაქეს. რუსთავ ქალაქობის დღესასწაული მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვია ძიძიგურიც იმყოფებოდა, რომელიც ყველა ღონისძიებას დაესწრო და ქალაქის ქუჩებში გამოსულ მოსახლეობას რუსთავ ქალაქობის დღესასწაულს ულოცავდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომ რუსთავი ისედაც რომელიც არის მოწყენილი ქალაქი, რაღაცა ხალისის ღონისძიებები არსებობდეს და ვფიქრობ, რომ კარგია დღეს რუსთავის მთელი კულტურული სახელოვნებო წრე გამოსულია ქალაქში და აგერ ერთდროული ჭადრაკის სეანსი იმართება, ნარდის, გამოფენა, გაყიდვებია, ბავშვები მოყავთ და ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ხვალინდელ დღეს ველოდებით მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს რუსთავში და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთავს ყავდეს მეგობრები სახელისუფლებო წრეებში, ვინაიდან ჩვენ ძალიან გამოგვადგება ეს მეგობრები შემდგომში, როდესაც რუსთავ ქალაქისათვის ძალიან ბევრი პროგრამა გვექნება განსახორციელებელი. პირველ რიგში ყოვლისა მე მინდა მიულოცო რუსთაველებს და არა მარტო რუსთაველებს, რუსთავ ქალაქობის დღესასწაული. ეს გამორჩეული დღესასწაული ერთ-ერთი ჩვენთვის დღეს ღვთისმსხალობით ამინდიც გამოვიდა წვიმის მერე. სხვადასხვა ასაკისთვის, ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ინტერესთან მიხედვით იქნება სხვადასხვანაირი კონცერტები, ფეერვერკები. მე ვფიქრობ, კარგი დღესასწაული გვექნება. ამიტომ ყველა რუსთაველს 19 და 20 და არა მარტო რუსთაველს ვეპატიჟები ქალაქ რუსთავში. მე მინდა მიულოცო რუსთაველებს, ყველა რუსთაველს, რუსთავ ქალაქობა. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა უკვე ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ და ყველაზე მთავარი მონაპოვარი რუსთავ ქალაქობის გახლავთ ის, რომ ეს არის სახალხო ზეიმი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა გეგმავს ღონისძიებებს. დღეს ჩემი ქალაქის, ჩემი საყვარელი ქალაქის, ჩემი მშობლიური ქალაქის დღესასწაულია რუსთავ ქალაქობა და ამ ფრაზას ალბათ ამბობს ყველა რუსთაველი. ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი. ვინც აქ დაიბადა თუ არ დაიბადა, მაგრამ აქ ცხოვრობს, ვისი შვილებიც აქ გაიზარდნენ. ეს ჩვენი ქალაქია. თბილი, საყვარელი, ძალიან ერთგული ქალაქი, რომელსაც შეუძლია ჩაგიხუტოს და მოგცეს ყველაფერი, რაც შეუძლია მისცეს ერთ ლამაზ მეგობრულ ქალაქს. მე მინდა ყველა რუსთაველს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს ნაცნობებს, ვისაც ყოველდღე ქუჩაში ვხვდები. შეიძლება არ ვიცნობდე და სახელი ერთმანეთის არ ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის სახეები ვიცით. ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, რუსთავ ქალაქობა. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წელი არის, რაც ჩამოყალიბდა, რომ აუცილებლად იყოს სპორტული და გასართული პროგრამები, არის თავარი მინდა მიულოცო კიდევ ერთი შესანიშნავი ის არის, რომ ყველა რუსთაველი შემოქმედებითი ჯგუფი იღებს ალბათ ფაქტურად მონაწილეობას, რაც აძლევს მათ საშუალებას, რომ გამოჩნდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი მთელი წლის ნაღვაწი, ნამუშევარი. ასევე ყოველთვის იმართება მარათონი, რაც ეს სპორტული ღონისძიების მხრივ ჭადრაკში და ასე შემდეგ. აი მართლაც ყველაზე კარგი ის არის, რომ იმდენად ბევრი არის ჩამონათვალი ამ ღონისძიებების, რომელიც
ხორციელდება ამ დროს, რომ ეს არის უმთავრესი პრინციპი ალბათ რუსთავ ქალაქობის და ზუსტად ის ჩართულობაც აქედან არის გამოწვეული და ყველა რუსთაველს მოუწოდებ რომ ჩაერთოს, იმიტომ რომ უამრავი შეჯიბი იქნება, უამრავი ღონისძიება იქნება და კიდევ ერთხელ ულოცავ და მრავალ რუსთავობას უსურვებ. რუსთავს ხვალ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ეწვევიან, რომლებიც რუსთავ ქალაქობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან. რუსთავ ქალაქობის დღესასწაულისთვის მზადება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან დაიწყო. მერის წინ მდებარე მოედანზე არაერთი აქტივობა გაიმართა. ქალაქის მოსახლეობა ყველა გამართულ ღონისძიებაში დილიდან აქტიურად ჩაერთო. რუსთავ ქალაქობა 2013 ჩვენ სიუჟეტში. უამინდობას რუსთავისთვის დღეს ხელი არ შეუშლია. რუსთავ ქალაქობისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე დასესწრებად ქალაქის მოედანზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. საღამოს ორგანიზატორებმა რუსთაველებს სხვადასხვა აქტივობები შესთავაზეს. თითქმის მთელი დღე ყველა ღონისძიებას დავესწრეთ, ძალიან სასიამოვნო დღე არის და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღით. ძალიან ბედნიერი იქნება ქალაქიც, რომ ყოველთვის ასეთი ღონისძიებები ჩატარდებოდა ხოლმე. მრავალრიცხოვან ღონისძიებებს აქტიურად შეუერთდა რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ბენეფიციარები. მათ მიერ შესრულებული ხელნაკეთი თიხისგან დამზადებული ნივთების ყიდვა ყველა მსურველს შეეძლო. ცენტრალურ მოედანზე საკუთარი ნამუშევრები მხატვრებმაც გამოფინეს. პირველ რიგში მინდა ყველა რუსთაველს მოგილოცოთ რუსთავ ქალაქობა, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და უღრმესი სიხარული. ვცდილობთ რომ რაღაც კულტურის დონე ამაღლდეს რუსთავ ხალხთან ერთად. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ხვალაც იქნება გამოფენა თუ ამით ხელი არ შეგვიშალა, ისევ ის პროგრამა იქნება 12 საათიდან 4 საათამდე გვექნება ნამუშევრები წარმოდგენილი და შეიძლება დაემატოს კიდევაც სხვა მხატვრების ნამუშევრები. გამოვფინეთ ბავშვებმა ნახატები სხვადასხვა თემაზე, დაახლოებით 12 ნახატია, სხვადასხვა თემატიკის და გაიმართება გამოფენა გაყიდვა და იმედია ყურადღებას მოგვაქცევენ და იყიდიან კიდევაც ნახატებს. ბავშვებს ამით სტიმული მიეცემათ და უფრო მეტი ხალისით დახატავენ. რუსთავ ქალაქობის ღონისძიებებს საბიბლიოთეკო გაერთიანება შეუერთდა. ბიბლიოთეკაში დღეს ბავშვების მიერ შექმნილი ნაწარმოებებისგან შედგენილი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. მოზარდები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წიგნების გამოფენა გაყიდვაც გაიმართა. მაღაზიათა ქსელმა ლიბრამ რუსთაველებს სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ლიტერატურული ნამუშევრების გაცნობის და შეძენის საშუალება მისცა. თვითმმართველობასთან ერთად საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ჩაატარა კონკურსი ილია, რომელიც ჩატარდა 2 ტურად და გამარჯვებული ბავშვების ნაშრომები გამოიცა წიგნად. დღეს არის ამ წიგნის პრეზენტაცია რუსთავ ქალაქობაზე. დააჯილდოვდებიან ბავშვები ასევე თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობისაგან სიგელებით და იგეგმება მომავალში ამ ბავშვების სტუმრობა საგურამოში. კონკურსი ერქვა ილი. ქალაქის მთავარ მოედანზე გამართული ღონისძიებების ფარგლებში კონცერტი პატარებისთვისაც გაიმართა. რუსთაველმა მოზარდებმა მაყურებელს საესტრადო სიმღერები შესთავაზეს. პატარა რუსთაველების სადღესასწაულო განწყობაზე თოჯინების თეატრი და მულტიპულტის გმირები მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ. რუსთავ ქალაქობას ვულოცავთ, ჩვენი ზღაპრის გმირები, პატარა ბავშვებს, ვუსურვებთ რომ მათი ცხოვრება მუდამ ასეთი ფერადი ყოფილიყოს, ნათელი და ხალისიანი. შეხედეთ რა მაგარი ბავშვები არიან, რომლის აღზრდელები, მაია ჯამალაშვილი, რა ვიცი, ყველა არ მინდა ვინმე გამომჩეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ 60% მუსიკალური საზოგადოებისა სტუდენტებიდან გამომდინარე, მე ვლაპარაკობ, რუსთავიდან მოდის. ესა ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის. ბავშვები საესტრადო კონცერტზე გამოვედი და რუსთაველებს ვულოცავთ რუსთავ ქალაქობა ჩემი სიმღერით. რუსთავ ქალაქობა 2013 დღეს ამით არ დასრულებულა. ხვალ დილიდან რუსთაველებს ქალაქის ცენტრალური მოედანი კიდევ არაერთი სანახაობრივი ღონისძიებით უმასპინძლებს. რუსთავ ქალაქობის დღესთან დაკავშირებით ქალაქში არაერთი სპორტული ღონისძიებაც გაიმართა. ტრადიციულად შედგა მარათონული გარბენი. შეჯიბრებები გაიმართა ჭადრაკში და ნარჩი რუსთაველებმა ასევე ავტოშოუც იხილეს. სპორტული ღონისძიებები მარათონით გაიხსნა გარბენმა სტარტი ბიზნესცენ სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და მერის წინ მოედანზე დასრულდა. მარათონში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. საერთო ჯამში გარბენში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლე მიიღო. გამარჯვებული ვაჟებში აკაკი ვაშაკიძე გახდა. გოგონებში კი 4 კილომეტრიანი დისტანცია ყველაზე პირველმა მარიამ წინამძღვრშულმა დაფარა. ჩემპიონ პრიზიორებს გამარჯვება რუსთავის მერმა დავით ჯიქია მიულოცა. მიულოცავს რუსთაველებს, იმ ახალგაზრდებს, ვინც ახევარი ქალაქი გამოიარა, გამოირბინა უпроსორად. იმ რვა და არაჩვეულებრივ ადამიანს, ვინც პირველები მოვიდნენ. ყოველთვის მივესალმებ ეს მარათონებს. წინაწერს ავიღებ მე-3 ადგილი და
თავი კმაყოფილი ვარ. ისე ძნელი იყო 4 კილომეტრი მარათონი. გავედი პირველ ადგილზე და მინდა ძალიან დიდი მადლობა უხადო ყველას. და ძალიან გამიხარდა ეს პირველი გამარჯვება. დიდი ხანია გამოვდივარ და წელს პირველად მივიღე, წელს პირველად გავედი პირველ ადგილზე. გამარჯვებულები ტრადიციულად კომპიუტერული კომპანია ჯეობიტისგან სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ტრადიციულად კომპანია ჯეობიტი, კომპიუტერული კომპანია ჯეობიტი ერთ-ერთი ორგანიზატორი არის ამ მარათონის და რა თქმა უნდა ვაჯილდოვებთ არაჩვეულებრივი პრიზებით. ეს არის პლანშეტ კომპიუტერები, ეს არის სხვადასხვა აქსესუარები და მოწყობილობები. ძალიან გახარებულები ვარ, ძალიან ორგანიზებულები ვარ და მიხარია რომ ასეთ შედგა ჩვენი დღევანდელი რუსთავ ქალაქობა. მინდა ყველას მოგილოცო. ტრადიციულად რუსთავ ქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურნირები მოეწყო ნარჩი და ჭადრაკში. სპორტის ორივე სახეობაში რუსთაველები აქტიურად ჩაერთნენ. შეჯიბრში პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობა მოყვარულებმაც მიიღეს. ჭადრაკში საკუთარი ძალები რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვია ძიძიგურმაც მოსინჯა. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ბატონი ზვიადი მეთამაშა და მან შემოთავაზა, რომ ყაიმი დაგვემთავრებინა და დავამთავრეთ ყაიმი. ულოცავ რუსთაველებს, რუსთავ ქალაქობას. ნებისმიერ მოჭადრაკეს შეუძლია ეთამაშოს გამოცდილ მოჭადრაკეებს. ეხლა ხან დამთავრდა ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა რუსთაველმა დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ. რუსთაველებმა დღეს ავტოშოუ ციხილეს კოსტავას გამზირს და ლეგენდისა და ფორმულა ალფას ტიპის ავტომობილები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყვეს. ავტომობილებს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე პროფესიონალი ავტომობილები მართავდნენ. რუსთავ ქალაქობაა და ჩვენც ცოტა ელფერი შევძინოთ, ფორმულის ტიპის ბოლიდები და ლეგენდის ტიპის ბოლიდები ჩამოვიყვანეთ ქალაქში და რა თქმა უნდა საავტომობილო შოუ არ არსებობს, თუ რაიმე საბურავიდან ბოლს არ შევამჩნევთ, შესაბამისად ლეგენდის ბოლიდებით პატარა შოუს გავაკეთებთ, ანუ დრიფტი იქნება ეს, რაც ყველაზე უფრო ესეთია მისაღები მაყურებლისთვის და საინტერესო. რუსთავ ქალაქობის დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები ხვალაც გაიმართება. რუსთაველებს რუსთავ ქალაქობა სპეციალური აქციით მიულოცა კავკასუს ონლაინმა. მომხმარებლები რუსთავში 20 მეგაბაიტის სიჩქარის ინტერნეტს 9 ლარად, ხოლო პირველი თვის მომსახურება საჩუქრად მიიღებენ. აქციაში ჩართული მომხმარებლები ასევე არ გადაეხდიან მინიმალური პაკეტის ინსტალაციის საფასურსაც. კავკასუს ონლაინი დღეს რუსთაველებს კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო სასმელთაც გაუმასპინძლდა. რუსთავის მოსახლეობას თავაზობთ ახალ აქციას, რომელიც გულისხმობს 20 მეგაბიტიან ინტერნეტს 9 ლარად. პირველი თვე უფასოა ჩართვა, ბანერები შეამჩნიეთ ქალაქში და ყველა რუსთაველს ულოცავთ რუსთავ ქალაქობას და თავაზობთ უფასო სასმელებს. შემოგვიერთდით. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივებს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვია ძიძიგურმა წარუდგინა. ძიძიგურმა რუსთაველებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. რუსთავის მაჟორიტარის შემდეგ ამომრჩეველს სცენიდან გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატმა დიდების ხეივანში შეკრებილ ადგილობრივებს თავდაპირველად რუსთავ ქალაქობა მიულოცა, მოგვიანებით კი განცხადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც გააკეთა. საოცრად თბილი შეხვედრა რუსთავშიც. სადაც ჩვენ ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, როგორ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ დამაჯერებლად და ბოლომდე ავხსენით და აქცენტები გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რანაირი იქნება ახალი სახელმწიფო. გიორგის უყვარს ძალიან რუსთავი. მარგველაშვილს გულისხმობ, ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატს, მან პირველი თავისი პრეზენტაცია უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით გააკეთა ქალაქ რუსთავში. ეს შემთხვევით მას არ გაუკეთებია და ჩვენ დღესაც რუსთავ ქალაქობაზე ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომ ქალაქ რუსთავს აქვს ბევრი პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტაში მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის, რომ აქტიურად ჩაერიოს. ოღონდ ერთი რამ მინდა რუსთაველებს მე ვთხოვო, რომ იმ მომავალ გამარჯვებაში თავიანთი მონაწილეობა უნდა მიიღონ. დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ალბათ ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ბევრი მეგობარი მყავს. გამორჩეული რაც იყო ხალხის განწყობა, მათ თვალებში დავინახე იმედი, გულწრფელობა და იმისი მზაობა, რომ ერთად შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენი ქვეყანა. რუსთაველებს რუსთავ ქალაქობის დღესასწაული ქალაქში სტუმრად მყოფმა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. კოსტავას გამზირზე და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს მარგველაშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. აი ხედავ რა გაჟღერები
მშვენიერი განწყობაა, ხალხი ქუჩაში გამოსულია. სასიამოვნოა ძალიან. კიდევ ერთხელ ვილოცავ ყველა რუსთაველს. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მარნეულის მოსახლეობას პირადად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. ივანიშვილმა 27 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივებს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისგან მოუწოდა. პრემიერის გამოსვლის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა. ეს იყო ამ დროისთვის შემსხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 23 საათსა და 30 წუთზე დაბრუნდება. მე დღეს ამით გემშვიდობებით ნახვამდის.